Ada sahillerinde bekliyorum. Her zaman yollarını gözlüyorum. Seni senden güzelimi istiyorum. Beni şad et şadiye başımı. Kızım. შვილო, გაჩუმდი ცოტა ხანი. თავი გამისკდა. Niye? რატომ? არ გიყვარს დეიდა? ეს შენი დროის სიმღერებია. Sevmem. არ მიყვარს. Bu koku ne böyle? ეს რა სუნია? Size kahvaltı. საუზმე მოგიმზადეთ. Patates. კარტოფილი შევწი. ძირითადად დღეს ყველაფერი შემწვარი მოვამზადე. Belli. ჩანს. შვილო, დილიდან ამდე შემწვარს არ ვჭამთ. არა, დეიდა. ეს შენთვის არ არის. შენ ისედაც არ ჭამ. შენ უცხი მოყველი და უსაფუარო პური უნდა ჭამო. ეს ახალგაზრდებისთვის არის, გესმის? ეშმაკი მკარნახობს, მიდი და თავზე დაახურე ეს ყველაფერიო. შეხედე ღმერთო. შეხედე. მადლობა ნევრა. გემრიელად მიირთვით. აბა, რა გეგმა გაქვთ დღეს? Bugün biraz yoğun geçecek. რამოდენიმე შეხვედრა არის? Ne toplantıları? რა შეხვედრებია ასეთი? Her zaman İstanbul. როგორც ყოველთვის სტანდარტული ძმაო. İstersen bu sabah თუ გინდა დღეს ერთად წავიდეთ კომპანიაში. Yok. არა. Sen geç. შენ წადე სახლში მაქვს საქმეები. Evde mi? სახლში? Evde ne işi olabilir? სახლში რა საქმეები უნდა გქონდეს? Soru mu şimdi? ეს რა კითხვა? რა შენი საქმეა? Ne işin varsa var ya. რაც მაქვს ის მაქვს, შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში. ერთი შეხედეთ ამას. Defne uzatma. დეფნე ნუ აგრძელებ. Vural haklı. ურალი მართალია. თავიდან რთული იყო. გული მკიოდა, როცა ვხედავდი. ის ჩემი ერთადერთი სიყვარულია. ანუ მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შეიძლება ის რომ არა რაც ვურალმა გააკეთა, ახლა ბედნიერები ვიქნებოდით ერთად. შეიძლება დაქორწინებულებიც ყოფილიყავით. ისევ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული. რა უნდა მქონდეს ჩაფიქრებული? ნუ ფიქრობ რომ არ შემიმჩნევია, რადგან არ კითხე არაფერი. მისმინე, არ გაბეთო და არ ენდო მას. პრობლემას ნუ შეიქმნიებრო. არ ინერვიულო, მამიკო. დიდი ხანია მივხვდი რომ ამ ცხოვრებაში არავის ნდობა არ შეიძლება. კარგი. მეც. მაინც ჩემს ფულს ავიღებ და გვერდზე დავჯდები. არავისთან არ დავეჯერ საქმეს. შესაბამისად ვერ მაფასებ. თავარ გასროლას მე გავაკეთებ. რის გაკეთებას აპირებ არ ვიცი. რაც გინდა ის გააკეთე. თავარია მე არ შემეხო. თავარია შენ აღარ დამენახო. მელეკ, ვფიქრობ, საღამოს ერთად ხომ არ გვემოხშმა. კარგი იქნებოდა. გთხოვთ, სახლში მარტო არ დამტოვოთ ამ შეშლილ გოგოსთან. დეიდა, შენც ნუ აზვიადებ. ძალიან ენერგიულია, ზიანს არ გვაყენებს. ხაზალი მართალია, დეიდა. მოიცადე ცოტა ხანი გოგონა ახლა ხანს მოვიდა. ბევრი იცით თქვენ. კარგი. შვილო, დღეს რა საპირე? ვიფიქრე საყიდლებზე წავიდოდი და მე რესტორანში. კარგი. რაც გინდა ის იყიდე და მე მოვაგვარებ, კარგი? საჭირო არ არის, მამიკო, არაფერი არ მინდა. აზალ. ისმინე. მამები ვალდებულები არიან თავის შვილებს ყურადღება მიაქციონ, გესმის? ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მოსარიდებელი არაფერია. მიდი, ნუ მაწყენინებ. მელეკ, თქვი რამე.
კარგი, კარგი. Avukat bey. ისმენთ ადვოკატო. რამე ცვლილებებია ძმასთან დაკავშირებით? ბატონო ქენან, დიდად კარგი ამბები არ არის. რა მოხდა? თქვენი ძმა კონიას ციხეში გადაყავთ. კონიაში? უფრო ახლოს ვერ გადაიყვანთ? კონია ძალიან შორს არის. რაც შეიძლებოდა ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ შედეგებით არ შეიცვალა. რა თქმა უნდა. შეგიძლიათ შემოხვედროთ. რა თქმა უნდა, ბატონო ქენან. დროს და დღეს შეგატყობინებთ. კარგი, მადლობა. ბატონო აზიზ, კარგია რომ მოხვედით. ზოგადი მიმოხილვის ჩატარება მინდოდა. კარგი, კარგი, ჩავატაროთ. ჯობს ისმით რა ლურალის შესახებ რას ფიქრობ? მესმის რომ ძმა გონზე არ არის. შვილო, ის საათიან ასაფეთქებელს გავს. არავინ იცის სად და როდის აფეთქდება. მხოლოდ საკუთარ თავს რომ აყენებდეს ზიანს კიდევ არა უშავს, მაგრამ ის თავს ესმის ყველას, ვინც გზაზე შეხვდება. ყველაფერი შეგროვდა. ეს უეც არის წასვლები, ფურალს ძალიან აღელვებს. მაგრამ ეს ხომ კომპანიაა. რეპუტაცია, რომელიც უნდა დავიცვათ, სავაჭრო ცხოვრება გვაქვს, რომელიც უნდა გავაგრძელოთ. დამიჯერეთ, მეც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ნაკლებად დავზარალდეთ. რის გაკეთებას აპირებ? როგორც არ უნდა მეწოდებოდეს ძმა. კომპანიის მომავალზე უნდა ვიფიქრო. ბუნებრივია. ვფიქრობ, რომ ურალს ხელმოწერის უფლება უნდა წავართვა. წინააღმდეგი ხართ? ესე იგი თანახმა ხართ. შენ დაიწყე ის, რაც საჭიროა. არ დაგავიწყდეს, რომ ამ საქმეში მე და შენ ვართ. სად იპოვა ეს გოგო? ამბობს, რომ რიფატის დობილია და მეტი არაფერი უთქვამს. ვერაფერს ვიზამთ. გინდა რაღაც გითხრა მელეკ? რა უთხრა ამ რიფატმა აზის? რა უთხრა? ხომ თქვა კაცი მოკალია, რომელმაც არასწორად შეხედაო. თქვა? ხო, მას არასწორად არ უნდა შეხედო. თვითონ უყვირეს ყველას. აქ ვარ. ვერაფერს ვერ ვიზამთ, დეიდა, უნდა მოვითმინოთ. ასე რატომ აიჩემე ეს გოგო? მელეკ. ვაჩვენებ მაგას. გისმენ. ილის, რა შვები? კარგი, რა უნდა გავაკეთო? ჩემს სასახლეში დავბინავდი. კარგია რომ მოვედი, თორემ გულში მხოლოდ დარდი და დარდი მქონდა. ფიქრობდი რომ გული მტკიოდა ჩვენი კვარტალიდან რომ წამოვედი. აღმოჩნდა რომ ასე არ არის. ავიღე და ყველაფერი გადავაგდე. ბრწყინავ, გესმის? ახლა შენ მომიყევი, რა საქმეანო? მეგობრებო, მესმის რომ ბოლო დროს ბევრი არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. დარწმუნებულები იყავით, რომ მეც მაწუხებს ეს ყველაფერი. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. სამსახურის შესახებ ყველა კითხვასთან დაკავშირებით მე უნდა მომმართოთ. იცოდეთ, რომ ჩემი კარები თქვენთვის ყოველთვის ღიაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთად ვქნით კომპანიის მომავალს. ძვირფასო ძამიკო, ისევ ჩემს მოსვლამდე დაიწყე ლაპარაკი. კარგია, იმიტომ რომ საშინელ საცობში მოვყევი. შენის ნებართვით ჩემს სიტყვას ვიტყვი. ჩემს ძვირფას თანამშრომლებს ნუვალოდინეთ და ნუმოვაცდეთ სერიალის სიტყვებით. მეგობრებო, მაღალი რეპუტაცია გვაქვს ამ ბოლო დროს თქვენი მუშაობის წყალობით. ამიტომ მან უფლება მოგცათ, რომ ხელფასი აგიწიოთ. ბედნიერებაში მოიხმარეთ. ბრავო.
სინან გეყოფა. გაჩერდით აბრუ დამეხვა. გაინახე რა გააკეთა. როგორ აფერისტულად ეღიმოდა. ვურალის ნამდვილი სახე. და კიდევ ყურში ჩამჩურჩულა ძამიკო ვერ ისწავლე რომ ამ კომპანიაში ჩემი ნებართვის გარეშე ჩიტიც არ გაფრინდებაო. რას ამბობ ასე გითხრა? როგორღაც გაიგო რომ ხელმოწერის უფლების წართმევას ვაპირებთ. როგორ მივიდოდა მასთან ეს? ვინ იცოდა მე შენ და ადვოკატმა? ადვოკატი. როგორ ვერ ვიფიქრე. გულუბრყვილოდ დაუჯერე. საკუთარი თავის მოტყუების უფლება მივეცი. როგორი ორპირია. სინან, მისმინე, ჯგუფი უნდა შექმნა, რომელიც მხოლოდ შენზე იმუშავებს. სხვა შემთხვევაში ვურალი გაგვანადგურებს შენც და მეც. მე არ მითხრა რომ არ გაეუბნებოდი, გაფრთხილებ. არა, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თავისი წამლების მიღება დაიწყოს. სანამ მოკლა. გუშინ ექიმს ველაპარაკე. მითხრა მოიყვანაო. მიხაროდა რომ წავიყვანდი, მაგრამ ასეთ პირობებში ვურალს ვერ მივიყვან იქამდე. მადლობა იმედები რომ არ გამეცრუეთ და ყველაფერი მომიყევით. ყოველთვის უმფარველობ იმათ, ვინც ჩემი ერთგულია. არაფერი ეს ჩემი მოვალეობაა. თქვენ ამაზე წინასწარ რომ არ გეფიქრათ და მეც რომ არ გაგეფრთხილებინათ, არ ვიცი რა მოხდებოდა. დაიმახსოვრე, სანამ ყველა გეგმებს აწყობს ხვალინდელი დღისთვის. მე უკვე 2 თვით წინ მაქვს ყველაფერი. ძალიან კარგად ვიცი სინას ამრჩევებს ვინც აძლევს. ჯერ არ იციან, მაგრამ ბევრს მიიღებენ ჩემგან. მინდობილობა გავაკეთეთ. ვინაიდან? ქორწინება შეთანხმებული იქნება. პროცესი დაჩქარდება. ბატონ ხალილ სასამართლოში მოსვლაც კი არ დასჭირდება. ფული? ფული მზად არის? მე არ მითხრა რომ გადაიფიქრე. გონია რომ შენაირები ვართ? ფული შენს ანგარიშზეა. ფული აიღე, სტამბული დატოვე, ჩემმა თვალემ აღარ დაგინახონ. მისმინე. არც მელექის და არც ჰაზალის წინაშე არ წარსდგები. ჩვენგან თავი შორს დაიჭირე. ჩვენს არსებობასაც კი დაივიწყებ. რამე ხაბანკს თუ შექმნი განანებ. განანებ ამ ქვეყნად რომ დაიბადე. ეს ხომ გაიგე ხალილ? გავიგე. არ ინერვიულო. ამიერიდან არც თქვენ არ ვნახავთ და არც მე არ გნახავთ. შენი ძმა აზიზი როგორი კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ფილმებში რომ არიან ზუსტად ისეთი. ხომ არ ცდები შემთხვევით? როდის გინახავს რომ ცდებოდე? კაცი კარგია, მაგრამ მისი ქალები საშინელებაა. აზიზის ცოლი. არა, საცოლე. კარგი რაც არ უნდა იყოს. მისი დეიდა, ქალი მოკვდა, მაგრამ არ დაუმარხავთ. ქალიშვილი საერთოდ ესმერალდაა. თუ შეიკრიბებიან და იყვირებენ, ჩვენ ქალები ვართო გეფიცები არავინ არ დაიჯერებს. ცოტა გალამაზდით, მაგრამ არა. შენ რა გინდა სხვის ცოლებთან და შვილებთან? ისმინე. არ გაბედო და არ არისო იქაურობა, გეფიცები შენთვისვე იქნება უარესი. არა, მათამ მხოლოდ დაჯდომა და ბრინჯის გარჩევა შეიძლება. ხო და დაჯექი და არჩიე. ეს ჩემ თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ნუ იწყებ ახლა შენს თავისუფლებაზე. კარგი, მშვიდად. მშვიდად ხომ მზივარ. გაიგე ვურალმა და სინანმა რომ იკამათეს. ისედაც გასაგები იყო ასე რომ იქნებოდა. რა მოხდა? როგორ ჩანს ვურალმა გაიგო სინანი ჩვენთან რომ იქნება. მათი ძმური ურთიერთობების არ მესმის. ჩემს თავს და ჩემს ძმას ვუყურებ და მე მათ და ვერ ხვდები. შვილო, შენს თავს მდიდრებს რატომ ადარებ? ვურალი ისედაც თავიდანვე მოსიარული პრობლემა იყო. კენან. მისმინე. აზრი არ აქვს მწუხარებას. ვიცი რომ შენს ძმაზე ფიქრობ. ძმაო კი ვფიქრობ, მაგრამ რისი გაკეთება შემიძლია? კენან.
ყველანი ადამიანები ვართ. ყველაზე განსაკუთრებული რაც გაგვაჩნია ეს არის სწრაფად შეგუება. დროთა განმავლობაში შენ შეეგუები. კარგი ძმაო, ამაზე ნუფიქრობ. შენ ცოტა ხნის წინ გამოხვედი იქიდან. ბევრი რამე შეგემთხვა. უსამართლოდ მოხვდი და გამოხვედი, დაივიწყე. შვილო ირმაკის ავადმყოფოშია. ძმა ციხეში. და შენ კიდევ ჩემს გამოთავსი დანაშაულებ. ახლა გავბრაზდები. კარგი ძმაო, წავიდეთ. იმ ყველაფრის მე რა გაიჭედე. რა ვქნა? ადი კი მიდი წავიდეთ. სად? ცოტა სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ. Hazal შვილო, შენზე ვნერვიულობდი. მოვდივარ დედა, გზაში ვარ. იყიდე რამე? ხო, მგონი გადავაჭარბე კიდეც. სწორად მოგწეულ ხარ, ყოჩა. მიდი გელოდები. მისმენე, ასეთ სიცივეში სუფთა ჰაერზე მეუბნებოდი. სად მივდივართ? ცოტა მოითმინე ძმაო, ნუ ნერვიულობ. ტყეში შევალ და მე ისეთი ხედი გაიხსნება, ნახავ. აღფრთოვანებული იქნები. წავიდეთ, ვნახოთ. იქ რა ხდება? სად ძმაო? მიდი არე. გაჩერდი. წამოდი ვნახოთ კენან. კენან. ასე ნუ დავდგებით, რამე უნდა გავაკეთოთ. ვიზავთ, ძმაო, ვიზავთ. მაგრამ მოდი ჯერ პოლიციაში დავრეკოთ. გაჩუმდი. იარე მეთქი. მიდი, დაჯექი. გთხოვ, გამიშვი, არაფერი არ გამიკეთებია. მოკავ. შენი მოკლა არ მინდა. ლამაზი ქალი ხარ, მაგრამ უდრო სულ ადგილას აღმოჩნდი. არაფერი არ გამიკეთებია, გამიშვი. შევდივარ ძმაო. წამოდი. შენ აქ იქ, აქ უფრო უსაფრთხოა. შვილო იქ მარტო ვერ გაგიშვებ. ვინმე გარეთ ხომ უნდა დარჩეს ძმაო. თუ რამე მოხდება, მაშინ ჩაერი, მაგრამ მომისმინე. გაუკლავდები ძმაო, აქ დარჩი. გამიშვი, გთხოვ, გამიშვი. გამიშვი, არაფერი დამიშავებია. გამიშვი. არ გაინძრე. უგეშენია, შენს დასახმარებლად მოვედი, მიდი იჩქარე. სიმდიდრე ყველაზე მეტად მიხდება. ყველამ დაინახოს ჰალილი.
არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. სიცოცხლე გადამირჩინეთ. რა უნდოდა შენგან? არაფერი არ უნდოდა. მისი უფროსის სახლში ვმუშაობ. მათი ბნელი საქმეები დავინახე, რომლებიც არ უნდა მენახა. და ერთი ტყვით ორი კურდღელი. და გოგოს სიცოცხლე შეუნარჩუნე. და მისი ჩვენების მეშვეობით მთელი ჯგუფი იპოვეს. მადლობა ღმერთზმაო. მართლა ასეა. ვუთხარი რომ პოლიციას მოუყვები და აქ ვიპოვე ჩემი თავი. კიდევ ერთხელ წუხარ. ნებისმიერი ჩემს ადგილას ასევე მოიქცეოდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რას ამბობთ? ჩვენთან უნდა წამოვბრძანდეთ ჩვენების მისაცემად. თქვენ მე გადამარჩენეთ. თქვენთვის სიცოცხლის ბოლომდე ვილოცებ. კარგი შვილო, აღარ განმეორდეს მსგავსი, თავს გაურთილდი. არ განმეორდეს მსგავსი. ერთი შენი ავტობუსიც და მომსახურებაც. სინან? დაწყევლილი იყავი. ვერ ვიჯერებ, ასეთი გოლი რომ გამოვტოვეთ. თავიდანვე გეუბნებოდი რომ იმ ადვოკატს არ უნდა ვენდოთ. ხედა, ისევ მართალი აღმოჩნდი. ო, მართალი იყავი. იმის თქმა შემიძლია რომ ვურალის სახის დანახვა არ მინდა. ხო, მეც. ახლა თვალებს ამოაგდებს და ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს. მხოლოდ ფსიქოლოგი კი არა, მეგალომანის არის. სინან, მისმინე. ვიცი რომ მაინც შენი ძმა არის, მაგრამ ვურალი ძალიან მეშინია. მეშინია რომ რამეს დამიშავებს. ღმერთო. ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. შენ რატომ გეშინია? მე თუ არ ვთulis ამ ყველაფერში დამნაშავედ დეფნე არ ვიყო. ნუ აზვიადებ დეფნე. რომ გავშორდეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი არ ხარ. ისე წახვედი, რომ ჩემი ნაჯუქარი სამკაულები არ წაიღე არა? მადლობა ღმერთს რომ ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ვურალის გარდა კიდევ ერთ პრობლემას შევიქმნიდი. დეიდუნა, შენ მოხვედი? ხო, მე მოვედი. ოღონდ დეიდუნა არ ვარ. როგორ დაგიძახო, ბიძია? დეიდა ვარ, დეიდა. დეიდუნა, რა სასაცილო ხარ? რა მნიშვნელობა აქვს დეიდუნა იქნები თუ დეიდა? ძალიან გემრიელი კერძები მოვამზადე სავახშმოთ. სურნელზე იგრძნობა. ამას მივხვდი. მით უმეტეს ასეთი ფრჩხილებით საჭმლის გაკეთება არ შეიძლება.
მიკრობი მოხდება საჭმელში. ჯერ არ მინახავს ჩემი საჭმლის მერე ვინმე რომ მომკვდარიყო, მაგრამ ისინი მინახავს ვინც მუხლებზე ხოხავდა ჩემი მზერის შემდეგ. ჩვენები არ მოვლენ ვახშამზე. მარტო ვიქნებით? ხომ არ გავერთოთ? შემიძლია კიდევ ვიმღერო. დაიფიცე? მე კი რამეს მოვიტან. მართლა დაქალო. მორჩი, ნუ მაბრაზებ. სიმღერა რაც ეკვამა უნდა. ღმერთო მაპატიე. ღმერთო. გამომართვი. ცოტას არ ვიტანჯებოდი. რადგან თქვი გადავიხდი მეთქი, ესე იგი გადავიხდი. ვინ იცის ამისთვის რა გააკეთე? ისმინე. რატო არ ამბობ რომ კარგია რომ გადაიხადეო? მოდი კიდე ვითამაშოთ. არა მეგობარო, მადლობა. აღარ ვითამაშებ. დავბრუნავდე თუ კიდე ვითამაშო. ხო, გეფიცები. სამშობლოში უნდა დავბრუნდე, მე ყოფა გაურობა. მელეკ. დატრიალდი შვილო. დატრიალდი. ძალიან ლამაზად გამოიყურები. მოგწონს? ძალიან ლამაზად გამოიყურები. ზედმეტი ხომ არ არის? შესანიშნავად გამოიყურები. მოიფხანე. თვალისგან. აზიზ რა მოხდა? რამე გაწუხებს? არაფერი არ მომხდარა. კარგად ვარ. რა სილამაზეა. ქალბატონო მელეკ. მოგეწონა? მომეწონა რას ნიშნავს? მეტყველების უნარი დავკარგე. კარგი. ზემოთ ავალ. რამეს შევიცვამ ისეთ შენ რომ შეგეფერბოდე. ისმენ ჰაზალ. კენან. მალე ვახშამზე წავალთ. მინდოდა მეკითხა ჩვენთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი? თუ მართლა გინდა რომ მოვიდე, მოვა. გამიხარდება თუ მოხვალ. კარგი. მალე გამოვა. იქ შევხვდეთ, კარგი? საღამომშვიდობისა, გემრიელად მიირთვით. გემრიელად. მოგწონთ ღვინო? გემრიელია? სინან და მისი დეფნე. თქვენ სიმედგაცრუებას ღვინოს აყოლებთ? რომელი იმედგაცრუება ვურალ? სულია შეშლილი რომ ხარ არა? ვაზვიადეთ რომ ანდრევ კედელს ესრე ყველაფერს რაც ხელში მოხვდება. თუ ტყუილია ის რომ გოგოს რომელსაც არ უყვარს ძალით აიძულე ცოლად რომ გამოყოლოდა. ბევრს ნულაპარაკობს სინან, თორემ ძალიან ცუდი რაღაც მოხდება. არა, უბრალოდ რა პრობლემაა კომპანიაში გადაწყვეტილებას მე თუ მივიღებ. როცა კომპანია დაზარალდება, არასწორი გადაწყვეტილებების გამო, ეს ყველა ჩვენგანზე იმოქმედებს, გასაგებია? როგორ დღეს რომ საღად ვერ აზროვნებ. ურალ, ეს ყველა მიცის. ბევრს ნულაპარაკობს სინან. შენი თოკი ჩემს ხელშია. თუ მომინდება შენ და შენ სოლს გაგაგდებთ ამ სახლიდან, ხურდა ხელფასზე გაცხოვრებ. ასე იცხოვრებთ, ამას ვიზამ. ხომიცი რომ არ შემეცოდებით. ამიტომ კვილი დააჭირე შენ ზედმეტად გრძელ ენას. ჩემო მელეკ. მე და ვიცოდე ახლა როგორი ბედნიერი ვარ. მეც აზიზ. ამდენი ხანი შენს მიმართ გაუთავებელ სიყვარულს გრძნობდი. ყოველთვის ჩემს შეხვედრის დღეს არ მოვიდგენდი.
Ne güzelsiniz. რა ლამაზები ხართ. შენ უფრო ლამაზი ხარ, ჩემო ძვირფასო შვილო. იცი რატომ? იმიტომ რომ სიყვარულის naყოფი ხარ. Yapma Allah aşkına. აზის, ასე ნუ ამბობთ, ხო? ასე არ არის? საღამომშვიდობისა. 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 დაჯექი კენან. მობრძანდი. მიხარია თქვენი ნახვა. Adama bak ya. ამას შეხედეთ. Bir tane adam bir ადამიანი, რომელიც მოკვდა და გაქრა, უეცრად აღსდგა. Son zamanlar ამ ბოლო დროს ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი, როცა მეჭირდა. Ne demek? რას ამბობ? ყოველთვის მზად ვარ. geldik. ეს ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა. გეფიცები, მხოლოდ შენ გესმის ჩემი. Tek sen varsın. Nasıl olduğunu merak მაინტერესებს როგორ ჩაიარა ყველაფერმა. შენზე ვფიქრობ. Umarım iyisin. იმედი მაქვს კარგად ხარ. Özledim. მომენატრე. როგორც მიხვდით, მაგიდასთან ნამდვილი გმირი ზის. İnanmıyorum sana. ვერ ვიჯერებ, კენან. Yani onca şey olmuş. იმდენი რაღაცა Neden მომხდარა. hiçbir şey კენანი რომ არ მოსულიყო, არც მოგვიყვებოდი. ელეკ, მინდოდა მოვლენების გმირი მოსულიყო და ერთად მოგვეყოლა. Oğlum hiç korkma. შვილო, საერთოდ არ შეგეშინდა? რამე რომ დაგმართნოდა? Abartılacak bir şey yok. არა დედა, ამაში გაზვიადება არ არის საჭირო. როცა ადამიანი მიზანდასახულია, ის არ ფიქრობს, რომ შეიძლება რამე ცუდი დაემართოს. კენანი ყველაზე უშიშარი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. İnandığım ხო, ne კენანი konser ასეთია. yapmış. დამიჯერე არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება არ გააკეთოს. Benim ufak bir hediyem თქვენთვის var პატარა საჩუქარი მაქვს. რატომ შეწუხდით? size. Babacığım bu senin. მამა, ეს შენია. დიდი მადლობა. Anneciğim bu da sana. დედა, ეს შენთვის. დიდი მადლობა. შეხედე. შეხედე, როგორ ზრუნავს შვილი საკუთარ მამაზე. Çok kibar kızım. ძალიან კეთილშობილი ხარ, შვილო. Kenan bu da senin. კენან, ეს შენთვის. Teşekkür ederim. მადლობა. İyi ki var. კარგია რომ არსებობთ. İnsan zor zamanlarda- ადამიანი ახლობლებს მხოლოდ რთულ დროს აფასებს. Oo Halil Bey. ბატონო ჰალიო, რა დიდებულებაა. თქვენი იმიჯი გაგინათლებიათ. როცა ფული გაქვს, ადვილია ასე გამოიყურებოდე ქალბატონო ebro. Aldım parayı yani. ფული გამოვართვე აზის. ზუსტად ასე. Hadi giyin. ჩაიცვი. ვახშამზე წაგიყვან. Yolcu yer. მე სოფელში წავალ. იქ მივდივარ. Temeli gidiyorum ben. ვიტყვი რომ Ya aklıma ეს sana ადგილი mesaj მომენატრება, atmıştım მაგრამ შენ ჩემზე კარგად უვლი. Sen ხო, başın çaresine ჩემზე dahi კარგად varsın. უვლი შენს თავს. Ee, შვილს ნახავ. kızını da göreceksin herhalde artık. შენ ხომ ასეთი მდიდარი გახდი?
Eyvallah hürmetler. გიფიცები რამე ცუდი თუ არ მოხდება, რამე მშვენიერს მოვიფიქრებ. Hadi giyin. მიდი, ჩაისვი, მიდი. სინან? თქვენ ურალ დემიროღლუ თანახმახართ ჰაზალ სანჯაკის მეუღლე გახდეთ. დიახ. თქვენ ჰაზალ სანჯაკი თანახმახართ ურალ დემიროღლუს მეუღლე გახდეთ. ყველაფერს საუკეთესო სიმსახურებიცე. ასეთი სუფთა გულობრყელო. ყოველთვის შეგიძლია დამირეკო თუ რამე დაგჭირდება, კარგი? ის რაც ცოტა ხნის წინ თქვენ ნამდვილად სიმართლეა, ჰაზალ. შენს მიმართ გრძნობები საერთოდ არ შეცვლილა. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყავი და იქნები. შენ კი ჩემთვის ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული იქნები. მაგრამ ვერ ხვდები იმის მიზეზს, ასე როგორ შეიცვალე. ზოგჯერ გაგება რთულია, ზოგჯერ საჭიროც არ არის. იძულებული ვიყავი ასე მოქცეულიყავი ჩემი ახლობლების დასაცავად. შენგან გაგებას არ ვითხოვ. საჩუქრისთვის მადლობა და მინდა მოვისმინო რაც უნდა მოგეყოლა. როდიდან ზრუნავ ჩემზე ასე? რაც დაგინახე იმ დღიდან შენზე ვფიქრობ. შენზე უფრო მეტ ვზღელა ვიდრე საკუთარ თავზე. მეგონა რომ გძულდი. არ მძულხარ. ეს რა არის? დედიკო, საიმედო ადგილას დამალე ეს. ეს რა არის, ჰაზალ? მინდა რომ ეს პოლიციაში ჩააბარო თუ რამე შემემთხვა. რას ნიშნავს თუ რამე შემემთხვა? რა უნდა შეგემთხვას?
სიტყვაზე ვთქვი, უბრალოდ დამალე და მორჩა, კარგი? Peki. კარგი. Kenan. კენან, Ne oluyor? Kötü bir რა მოხდა, ცუდი ამბებია? Beni de apar topar. არ ვიცი, მეც უსვა დამიძახეს. არაფერი არ ვიცი, შენ გითხრას რამე? არა. ექიმი და გირეკა ელაპარაკე? არა. Doktor bey geliyor. ექიმი მოდის. Nesi var doktor? რა შირს ექიმო? კარგად არის? Ne oldu? რა მოხდა? ბატონო ექიმო, იტყვით რამეს? ექიმო, იტყვით რა მოხდა?